კამპანიის იდეა დიდი ხანია რაც არსებობს ზოგადად, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა არ არის ახალი საკითხი. ჩვენს ქვეყანაში, მთელ სოფლიოში არის ეს მიმართულება, ასევე ჩვენთანაც არის ეს მიმართულება, მაგრამ სამწუხაროდ ძირითადად უფრო ქველმოქმედების სახეს ან არასისტემურ ხასიათს ატარებს ხოლმე ბიზნესის მხრიდან. რაც იმაზე მეტყველებს, რომ საზოგადოებრივი სექტორი და ბიზნეს სექტორი რაღაც საკითხებში ვერ ათანხმებენ ან ვერ ხედავენ ერთმანეთის გამოწვევებს და საჭიროებებს და სულ ქონდა ამისი მცდელობები წლების განმავლობაში, რომ რაღაცნაირად ეს ეგრეთ წოდებული CSR-ის, ანუ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი გაგვეუმჯობესებინა პარტნიორული ურთიერთობებით, თუმცა რაღაცნაირად ამისთვის არ იყო სიტუაცია მომწიფებული. ეხლა ყველაზე რთული გამოწვევის წინაშე, როდესაც არის ქვეყანა, ალბათ გაგიკვირდებათ რაღა ეხლა მოგინდათო, მაგრამ მიგვაჩნია, რომ სწორედ ეხლა არის ყველაზე ნიშნულოვანი ეტაპი ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ საზოგადოება, ბიზნესი, ოჯახები რაღაცნაირად გავერთიანდეთ და ერთმანეთის მხარდაჭერა დავიწყოთ მიზნობრივი. და რა იგულისხმება ამაში. მაგალითად ჩვენი ორგანიზაცია, ისევე როგორც სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მუდმივად საფრთხის წინაშეა, შეზღუდულია რესურსებზე წვდომა, როგორც ყველასთვის გასაგები მიზეზებია, ასევე ზოგადად დაუნ სინდრომის ასოციაცია თავისი არსით არის ადვოკატირებაზე მიმართული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს უამრავ ოჯახს საქართველოს მასშტაბით, აქვს თავისი ცხელი ხაზი და პირველად მხარდაჭერას უწევს მშობლებს, როგორც ფსიქოემოციურს, ისე ინფორმაციულს. მაგის გარდა გვაქვს განათლების და განვითარების მიმართულებით პროგრამები, ჯანმრთელობის მიმართულებით და უამრავ საქმიანობას ვეწევით და ყველაზე მთავარი ჩვენი ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა. ამ საქმიანობაში ჩვენ ორგანიზაციას რეალურად წლების განმავლობაში ყოველთვის უცხოური დონორი ორგანიზაციები უჭერდნენ მხარს და ეხლა საფრთხის წინაშე ვართ იხრივ, რომ ეს წლების შრომა, რაც კი რამე მიმართულებები არსებობს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი თემისთვის, უბრალოდ გაჩერდეს და დაიკარგოს. და ამიტომ გვინდა რომ რაღაცნაირად მობილიზება გავუკეთოთ საზოგადოებას, რიგით მოქალაქეებსაც, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რომ ეს ეროვნული კამპანია ერთად გავაკეთოთ, შევასრულოთ და ამაში მხარდაჭერას გვიწევს კომპანია ჯებრა, რომელიც რამდენიმე თვე ამ საკითხზე ერთად მუშაობთ. და ჩვენი წლების განმავლობაში ჩვენს ყველა კამპანიაში მხარდაჭერას გვიცხადებდა. ჩვენთვის არ არის ახალი, ასე ვთქვათ, ბიზნესებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა. ჩვენ გვიცნობენ ჩვენი ჭრელი წინდების კამპანიებით და სხვადასხვა სოციალური აქტივობებით, რითაც თავი გავაცანით საზოგადოებას და გავაცანით ჩვენი შვილები. ამ ეტაპზე გვინდა გავაცნოთ ის საჭიროებები, რისთვისაც ამდენი წელია ვიბრძვით და რა სისტემური ცვლილებებიც განვახორციელეთ და გვინდა ამ ყველაფრის შენარჩუნება. მინიმუმ იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს განვითარებული, ყველა თანასწორად ცხოვრობდეთ და ადამიანის უფლებები იყოს დაცული, მათ შორის ჩვენი შვილების. და ეს ჩვენი კამპანია არის არა ქველმოქმედებაზე მიმართული, რომ ვთქვათ, რაღაცა გაიღე, რასაც ერთჯერადად სადღაც გამოვიყენებთ, არამედ ატარებს გარკვეულ სისტემურ ხასიათს და არის პარტნიორული შეთავაზებები კომპანიებისთვის, არის 4 პაკეტი, ასე ვთქვათ, შეთავაზები, სადაც არა მხოლოდ ის არის აქტორი, ვინც მხარდაჭერას გამოგვიცხადებს, არამედ ჩვენც ვთავაზობთ სანაცვლოდ. ჩვენმა ორგანიზაციამ უკვე წლების განმავლობაში გარკვეული ექსპერტიზა დააგროვა სხვადასხვა სფეროში და ჩვენც ბევრი რამე შეთავაზება შეგვიძლია იქით ორგანიზაციებისთვის და ზუსტად ეს არის აქ საინტერესო, რომ ერთი მეორის გაძლიერებაზე იქნება აგებული ეს კამპანია. 8-ში მეხმარები მე და მე რა შემიძლია სანაცვლოდ გაგიკეთო რაღაც ბარტერული ურთიერთობა, ასე ვთქვათ. და სწორედ ამ კამპანიას ვიწყებთ დღეს უკვე აქტიურად დავიწყებთ დაგზავნას, ასე ვთქვათ, შეტყობინებების სხვადასხვა ბიზნეს სექტორთან და ასევე ჩვენი სამიზნე არის რიგითი მოქალაქეც, ვისაც სურვილი ექნება, რომ შემოუერთდეს და გახდეს ამ ყველაფრის ნაწილი, რა თქმა უნდა, მივესალმებით. თქვენ ახსენეთ სისტემური ცვლილებები. როგორი არის დღეს სურათი საქართველოში? გასაგებია, რომ სტიგმა მეტნაკლებად დაძლეულია, ცნობიერების დონე ამაღლებულია, მაგრამ მაინც როგორ გამოიყურება რეალობა?
რეალობა ისეთია, რომ დღესაც კი ჯერ კიდევ არ არის დაცული ჯანმრთელობის საკითხები ჩვენი შვილების, არ არის დაცული განათლების უფლება, დასაქმების და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა. ანუ რისთვისაც მშობლები გავერთიანდით თავის დროზე, რომ ეს საკითხები გადაგვეჭრა და კითხვებზე გაგვეცა პასუხი და ჩვენ თვითონ გვეპოვა გზები და ამოცანები იმისთვის, რომ ჩვენი შვილების მომავალი ყოფილიყო დაცული, რომ ჩვენი მხარდაჭერის გარეშე მათ შეძლონ ღირსეული ცხოვრება ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ დღესაც ვერ პასუხობს ჩვენი სისტემა ამ გამოწვევებს. მაგალითისთვის დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს აქვს სპეციფიკური ჯანმრთელობის საჭიროებები, მეთვალყურეობის და ამაზე არსებობს პროტოკოლები და გაიდლაინები. ჩვენ ჯერ კიდევ 2015 წელს დავამტკიცებინე ჯანდაცვის სამინისტროს გავსი პროტოკოლი. მედიცინა ვითარდება როგორც იცით, ჩართული ვართ ყველა სამუშაო ჯგუფში მსოფლიოში თუ კი რამე არსებობს სამედიცინო მიმართულებით და ძალიან აქტიურად მონაწილეობთ ჩვენი ორგანიზაცია და ყველა სიახლე ვიცით და ყველა კვლევას ვეცნობით. და სამწუხაროდ ამის რეპლიკაციას ვერ ვაკეთებთ და გადმოტანას საქართველოში, რომ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა მაქსიმალურად შევძლოთ და დავიცვათ. განვაახლეთ პროტოკოლი და 2 წელია ველოდებით, რომელიც გაიდლაინების ეროვნულმა საბჭომ აღიარა, თავად ვესწრებოდი საბჭოს შეხვედრას, მინისტრის ხელმოწერა დღემდე არა აქვს 2 წელია, ვიცით, რომ გავიდეს ეს სამედიცინო სექტორში და ექიმებმა გამოიყენონ. ანუ რას ნიშნავს ეს? რომ როდესაც ბავშვი ხვდება სამედიცინო სექტორში, ეს იქნება პროფილაქტიკური თუ გადაუდებელი სამედიცინო საჭიროება, ისევ ჩვენ გვიწევს, ჩვენთან ხდება დაკავშირება, ჩვენ მით უმეტეს გართულებულ кейსებზე, ისევ ჩვენ ვუკავშირდებით კლინიკებს, ველაპარაკებით, როდის რა უნდა გააკეთონ და როგორ და მაგის გარდა დაფინანსება, ანუ ის აუცილებელი სასიცოცხლო კვლევები, რაც ჩვენ შვილებს ჭირდება, არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის სისტემით და ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ვიცით, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში თანაგადახდა აქვთ და ხშირად ეს ოჯახებისთვის დაუძლებელია. ყავდეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი, რომელსაც უამრავი გამოწვევა აქვს ფინანსური, ქონდეს განსაკუთრებული სამედიცინო საჭიროებები, რომელიც ასევე ოჯახმა უნდა დაფაროს, ხშირად ვერ უმკლავდებიან. ამ მიზეზების გამო დავაფუძნეთ ფონდი და 400-ზე მეტი ბავშვის მხარდაჭერა შევძელით, რაც ეს კი და 3 სიცოცხლე გადავარჩინეთ ფონდით. და ჩვენ ვისურვებდით, რომ ამას სისტემა აკეთებდეს და აღარ იყოს საჭირო მსგავსი მოქმედებები ჩვენი მხრიდან და ჩვენ უბრალოდ ფონდმა ყველაზე უკეთეს შემთხვევაში რაც შეიძლება გააკეთოს მომავალში, ეს არის თანამედროვე კვლევებში მონაწილეობა და ეს ურთიერთობები სამედიცინო სექტორებს შორის და გამოცდილებების გაზიარება, რომ რაღაცნაირად ჩვენს ქვეყანაშიც თანამედროვე სისტემა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის დაინერგოს და არა პირველადი და გადაუდებელი მხარდაჭერის გაწევა. ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვართ. რაც შეეხება განათლების, განვითარების და დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერას, აქაც უამრავი გამოწვევები გვაქვს. ვიცით, რომ გაზაფხულზე სამინისტრომ გააუქმა ინკლუზიური განათლების სამმართველო და ეს ფუნქცია გადააბარდა სხვა სამმართველოს. ეს იმას ნიშნავს, რომ აღარ არის პრიორიტეტი ხვდებით, ანუ როდესაც ცალკეული სამმართველო არ მუშაობს, იმიტომ რომ ინკლუზიური განათლება არის სკოლამდელი, სასკოლო, პროფესიული სასწავლებელი, უმაღლესი სასწავლებელი, თავისი ეროვნული გამოცდებით, ინდივიდუალური მიდგომებით და 1000 გამოწვევით, ხო, სწავლის პროცესში. როგორ შეიძლება ეს ცალკეულმა სამმართველომ არ აკეთოს, ხო? იმიტომ რომ უზარმაზარი საქმიანობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ძალიან ბევრ სკოლაზე და ბევრ საგანმანათლებლო ინსტიტუციაზე საუბარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს აღარ არის ქვეყნისთვის პრიორიტეტული და ამ სისტემისთვის, განათლების სისტემისთვის და ამას უკვე მოყვა თავისი ლოგიკური უკუსვლა და რეგრესი, მაგალითად სკოლებთან მიმართებაში უკვე ძალიან ბევრი მშობელი მიკავშირდება, რაც სასწავლო წელი დაიწყო, რომ დირექტორი არასათანადოდ იქცევა, მაგალითად ლიფტი არ ჩაურთო ერთ-ერთ მოსწავლეს, რომ მეოთხე სართულზე ავიდეს, იმიტომ რომ თურმე ლიფტი ფუჭდება. არადა ნორვეგიის მთავრობამ დააფინანსა თავის დროზე სწორედ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, რომ სკოლაში ყოფილიყო ადაპტირებული გარემო. ასევე დაიწყეს თვითნებური გრაფიკის შედგენა დასწრების, სადაც კანონში და არსად არ გვიწერია მსგავსი რამ, რომ
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე უნდა ესწრებოდეს ერთ გაკვეთილს, ორ გაკვეთილს თუ კვირაში ორჯერ დადიოდეს. ლიმიტირებული რაღაც საათები დაიწყეს და დღეები, რომ ამ ბავშვს მეტი არ ეკუთვნა რის საფუძველზე, რა მტკიცებულებაზე, რომელი სპეციალისტის შეფასებით, ანუ ბევრი ესეთი თვითნებური გადაწყვეტილებები წამოვიდა, რაც ბუნებრივი იყო. და ყველაზე ძალიან ამის გვეშინია, რომ ანუ ეს ყველაფერი, რაც ერთად ვაშენეთ წლების განმავლობაში, არ იყო მარტივი პროცესი ინკლუზიური განათლების დანერგვა ჩვენს ქვეყანაში და ურთულესი წლები გავიარეთ ერთად, ხო და უამრავი დოკუმენტაცია შეიქმნა. სხვათა შორის საკანონმდებლო მიმართულებით ძალიან კარგად დაიხვეწა ეს ბაზა, რაც არსებობს, მაგრამ არავინ აღარ იხედება და აღარავინ აღარ იცავს ამას. ამაშია საქმე. და ყველაზე მთავარი დამოუკიდებელი ცხოვრებაც ასევე სისტემურად უნდა იყოს ხარდაჭერილი. შარშან გაეშვა ახალი მომსახურება, ასე ვთქვათ, პერსონალური ასისტენტის სერვისი, რომელსაც მრავალი წელია ველოდებით და უამრავი შრომა გავწიეთ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა ერთობლივად. მათ შორის კანონპროექტების თუ სამოქმედო გეგმების წერაში, როგორი უნდა ყოფილიყო ეს პროგრამა და ამ პროგრამას მიუხედავად იმისა, რომ ახალია, უამრავი ბარიერი აქვს და ძალიან ბევრი მომლოდინე ყავს და ფაქტობრივად თავშივე ცუდად დაიწყო და ვისაც ჭირდება, ვერ იყენებს და არ ყავს საკმარისი არც კადრი, არც რესურსი, არც მიმწოდებელი ორგანიზაციები და რაღაცნაირად ესე არის ჰაერში გამოკიდებული. ანუ ადამიანებს აქვთ საჭიროებები და ამის აპასუხო ქმედება არ ხდება. ამიტომ გვინდა რომ უფრო გავაქტიურდეთ, უფრო პროაქტიულები ვიყოთ, რომ პირველ რიგში დავიცვათ ის, რაც ერთობლივად ვაშენეთ და ვაკეთეთ სისტემურად, რომ ის არ დავკარგოთ და მინიმუმ ჩვენი თემის დაცვა მაინც შევძლოთ და ჩვენ მაინც შევძლოთ იმ ყველაფრის შეთავაზება, რომ არ დარჩნენ მინიმალური სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გარეშე. ქალბატონი, როგორი არის სურათი დაუნის სინდრომის მქონეებთან დასაქმების კუთხით? აი თუ არის წარმატებული შემთხვევები მათი სოციუმში ინტეგრირების? წარმატებული შემთხვევები საბედნიეროდ გვაქვს, მაგრამ ეს ყოფილი ჩვენი ძალისხმევით არის და ზუსტად მაგას წუხარ, რომ ეს უნდა იყოს სისტემური ძალისხმევით და არა კონკრეტული ორგანიზაციის, რომელიც ხვალ რო აღარ იყოს, ეს აღარ იქნება, ხვდებით, ეს არ უნდა იყოს. ამიტომ ვიბრძვით, რომ სისტემური იყოს ეს ყველაფერი. წარმატებული кейსები გვაქვს ჰოლიდეინში მუშაობს ერთი ჩვენი ახალგაზრდა უკვე 5 კი არა და 6 წელია. შარშან დავასაქმეთ ასევე სასტუმრო ჰილტონში ერთი ახალგაზრდა. სხვადასხვა კომპანიებთან მუშაობთ სტაჟირების მიმართულებით, ანუ დასაქმების და პროფესიული განვითარების კუთხით. მოგვიწია ჩვენი პროგრამის შექმნა, საკუთარი პროგრამა გვაქვს ჩვენს გამოცდილებაზე და პრაქტიკაზე დაფუძნებული, რომელსაც სოფლიოში ანალოგი არ აყავს და მთლიანად ჩვენ გამოცდილებაზე აგებული და ფაქტია, რომ მუშაობს და შედეგები გვაქვს. მაგრამ ეს არ უნდა იყოს ჩვენი საქმე მხოლოდ, ხვდებით? ანუ ეს ჩვენი პროგრამა, რომელიც მხოლოდ 20 ახალგაზრდას ფარავს სამწუხაროდ, მეც უბრალოდ ვერ ვწდებით, ანუ ამასაც ისევ მშობლები რო ვართ ჩართული ჩვენი ძალისხმევით და ჩვენს ძალისხმევაზე დგას და არა სისტემურ მხარდაჭერაზე, ანუ არც ერთი სახელმწიფო პროგრამით ეს არ ფინანსდება და ჩვენი ძალისხმევით ვაკეთებთ ყველაფერს. სოციალურ საწარმო ბაბალეში და ანუ იქ დასაქმება და გარეთ სხვა კომპანიებში დასაქმებას უწყობთ ხელს.